ქრისტიან-დემოკრატები მასშტაბურ წინასაარჩევნო კამპანიას ბათუმში მართავენ. მოძრაობის ლიდერები აჭარელ ამომრჩევლებს ბათუმის სპორტის სასახლეში ხვდებენ. უკვე 1 საათია მოსახლეობას ლიდერების სიტყვით მიმართავენ და საარჩევნო პრიორიტეტებს აცნობენ. მარიამ გაფრინდაშვილი საუბრობს ბათუმიდან. მარიამ, გისმენთ. დიახ, სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ქრისტიან-დემოკრატების შეხვედრა საკუთარ მხარდამჭერებთან და ამომრჩევლებთან. ბათუმის სპორტ კომპლექსში იმყოფებოდა პარტიის ყველა ლიდერი, მათ სიტყვით მიმართეს აქ შეკრებილებს და გააცნეს ის პრიორიტეტები და პროგრამები, რომელიც პარტიას წინასაარჩევნოდ აქვს. რაც შეეხება აქ მყოფ ადამიანებს, ესენი იყვნენ აჭარის სხვადასხვა რაიონიდან და სოფლებიდან ჩამოსული ადამიანები სპეციალურად ამ დღისთვის. ჩვენ ბევრნი ვართ, ჩვენ ძლიერები ვართ. მე ვფიქრობ, ეს არის ჩვენი საარჩევნო კამპანიის ძალიან ღირსეული გაგრძელება. აჭარა არის ჩვენი ძლიერი ქრისტიან-დემოკრატიული დინარის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და ძლიერი შენაკადი. დღევანდელი შეხვედრით ცხადი გახდა, რომ ვეღარ უშველის სააკაშვილის განათებული ბათუმი, იმიტომ რომ აჭარაში ზუსტად ისევე უჭირს გაღატაკებულ და უმუშევარ ხალხს ცხოვრება, როგორც საქართველოს დანარჩენ რეგიონებში. ამიტომ სადაც ერთ-ერთ რეგიონში არ მისცემენ ნაციონალებს ხმა, ვარ დარწმუნებული, რომ ეს იქნება აჭარა და დღევანდელი დღე არის ამის დადასტურება. იზიანებენ ჩვენს მთავარ მოწოდებებს, რომელიც გულისხმობს საქართველოს ყველა თაობისათვის, სადაც არის დასაქმებული მშობლები, სადაც არიან განათლება მიღებული შვილები და სადაც სიბერეში პენსიონერობას მიღწეულ ადამიანებს აქვს დაფასება და შესაბამისი ღირსეული მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. აჭარა არის მეოთხე რეგიონი, სადაც ქრისტიან-დემოკრატები თავიანთი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩამოვიდნენ და მოსახლეობას შეხვდნენ, როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, ისინი აპირებენ, რომ საქართველოს ყველა რეგიონსა და დიდ ქალაქში ჩავიდნენ და საკუთარი პროგრამა და პრიორიტეტები მოსახლეობას წარუდგინონ. მადლობთ, ეს მარიამ გაფრინდაშვილი იყო.